წმინდა თეოდორე სტუდიელი მეხუთე კვირის ოთხშაბათს, რათა ჩვენი თავი განვიწმინდოთ ყოველგვარი სიბილწისგან, ღმერთისგან მონიჭებული სინანულით. გვაკურთხე მამაო. ძმებო და მამებო, ჩემმა დაწყვრულებულმა ფეხმა შეგაწუხათ და არა უმიზეზოდ, რადგან ჩემი სიხარულისა და მწუხარების მოზიარეები ხართ, როგორც ძმათ მოყვარეები, მამის მოყვარეები და ღვთის მოყვარეები. მეც ახლა ვიწყებ სწავლას, შეიტყობდით თუ როგორ დავუძლურდი ჩემი ცოდვების გამო და როგორ მოვითხოვე მაშინვე საწოლი და მკურნალობა, რომლის გამოც 3 დღე ვერ შევძელი თქვენთან მოსვლა, ხოლო რადგანაც ღვთის წყალობით გამოვჯამრთელდი, ახლა ისევ თქვენთან ვარ. ასე იქნება სულიერ შემთხვევაშიც, თუ კი ვინმე დაიჭრება გულის თვალებით და ყურით, გინდ გაიტაცებს საეშმაკო სურვილები და აღტკინდება ბოროტი ფიქრებით, ან და რისხვა გულის წყრომა, შური და სიძულვილი, დაპირისპირება, ურჩება, ან და სხვა რომელიმე დამღუპელი ვნება შეიპყრობს, მას მაშინვე თან დაერთვება განკურნების ძიების სურვილი, რომელიც არის სინანული, ტირილი, გულის შემუსრვა და სინანულის სხვა წამლები. ასე განკურნებული პირველ სიცოცხლესთან ავა. ხოლო თუ კი ასე არ მოვიმოქმედებთ, ცოდვას დავუმატებთ, წყლულზე წყლულს, ვნება ვეღარ განიკურნება და სასიკვდილო ცოდვით დავსნეულდებით. ნუმც მოხდება ასე, ჩემო სასურველო შვილებო და ძმებო, პირველად საკუთარი თავი დავიცვათ, რომ არ შევცოდოთ, რადგან რა უნდა იყოს უტკბესი და უფრო სანატრელი იმაზე, რომ ადამიანს ჰქონდეს უბიძო სული, შეუგინებელი გონება, ვნებებისგან დაუჭრელი. ხოლო თუ კი ვნებაში ჩავცვივდებით, რადგან ჩვენი ბუნება ადვილად ცვალებადია, ცოდვა აღსარებითა და სინანულის მტკივნეული და მწარე ცრემლებით სწრაფად აღმოფხრათ. ერთ წამსაც ნუ დავტოვებთ წყლულებს კურნების გარეშე, რადგან სიკვდილი ქურდია და არავინ იცის რა დროს მოგვეპარება, შუაღამისას თუ მამლის ყივილისას. ბოროტებაა მოუმზადებლად ხორციდან გასვლა და საზარელი გაუფრთხილებლად წარდგომა ქრისტეს საყდრის წინაშე, რადგან დაწერილია, ღვთის სიტყვა ცოცხალია, ის ძლიერია და ორლესულ მახვილზე უფრო მკვეთრი, რომელიც სწვდება და ერთმანეთისგან ყოფს სულსა და ხორცს, აგებულებას, ტვინს, განიკითხავს გონებას და სურვილებს გულისა. არავინ და არაფერია, რაც დაიბადა მისთვის დაფარული, არამედ ყველა გაშიშვლებულია და ქედმოხრილი მისი თვალების წინაშე. ჩვენც ვალდებულნი ვართ პასუხი გავცეთ მას ჩვენი საქმეებისა და ფიქრების გამო, ეს გარდაუვალია და მტკიცე. თუ კი მართალი ძნელად ცხონდება, უღმერთო და ცოდვილი სადღა აღმოჩნდება. თუ კი დანიელ წინასწარმეტყველმა გამოცხადებით იხილა სამსჯავრო, შეეშინდა და განცვიფრდა, ჩვენ რა გავქნათ, როცა თვით იქამდე მივედით, რომელთა შესახებაც ამბობს, ცეცხლის მდინარე დიოდა მის წინაშე, 1000-ობით იდგნენ მის წინაშე და 10,000-ობით ემსახურებოდა მას, სასამართლო გაემართათ და წიგნები გადაეშალათ. როცა ეს აღსრულდება, ვინ დაითმეს, ან ვინ განაცხადებს, ვინ იქნება უშიშრად და მხიარულად, არამედ ის, რომელსაც მართალი სარწმუნოება, მეგობრის ურყევის სიყვარული და კეთილი საქმეები აქვს, რომელმაც მოიპოვა მხნეობა და სიწმინდე, რომელიც შვილია მორჩილებისა და სათნოებისა, ვინც სრულყო აღთქმა. ძმებო, საჭიროა დაცვა ყველა სასმენელისა, გამუდმებით შიშის ქონა ჩვენი ამ ქვეყნიდან გასვლის გამო, რათა უცნაურად არ მოგვეპაროს ის კაცის მკვლელი, ჩვენი მტერი, რომელიც გამუდმებით დღეებს სიზარმაცით გვპარავს
და მეორე დღეს სათნოების აღსრულების იმედით გვპირდება. ასეთია ის გულღრძო, მაცთური გველი და მრავალმხრივი სიბოროტის მოსურნე. ყოველ დღე უნდა ვაძევებდეთ მას და ღვთის ძალით უკან ვაბრუნებდეთ. მეც გლახაკმა, ამიტომ შეკრიბეთ ახლა, რომ ხუთი სიტყვა მოისმინოთ ჩემი ბაგეებიდან, რათა ნუგეში გცეთ და ერთმანეთიც ანუგეშოთ ამის გახსენებით, რადგან კარგი შეხსენება გამუდმებით აახლებს სულს, განსაკუთრებით ამ მარხვის დღეებში. ძველია რჯული და მამა პაპური, ჩვენ კი ერთმანეთს უნდა შევახსენებდეთ უმჯობესისა და მოახლოებული ცხოვრების შესახებ. თუ ასე მოვიმოქმედებთ, ნამდვილად ვიცი და მჯერა, რომ ცხონდებით და ღირსი გავხდებით სასუფეველთან მიახლოვებისა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, რომლის დიდება და სიმტკიცეა ახლა და მარადიულად. ამინ.